ჭიათურელებმა და განსაკუთრებით გაფიცულმა და მოშიმშილე მაღაროელებმა უნდა იცოდნენ როგორ გასხვისთა ჭიათურა. ჭიათურა და არა უბრალოდ საბადო, რადგან საბადოს გასხვისება ჭიათურის გასხვისებაცაა. 2006 წლის 11 ნოემბერს გარემოს დაცვის სამინისტრომ აუქციონზე გაიტანა ჭიათურის მანგანუმის მოპოვების ლიცენზია. ამავე აუქციონზე ეკონომიკის სამინისტრომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. ლიცენზიასთან ერთად გადაწყვიტა გაეყიდა ჭიათურ მანგანუმის საწარმოს აქტივები. ლიცენზიის ფასი 5,5 მილიონი დოლარი იყო, საწარმოს აქტივების ფასი კი 14 მილიონი დოლარი. აუქციონში ერთადერთი კომპანია ჭიათურ მანგანეზი მონაწილეობდა და ჩვენ დღემდე არ ვიცით, რა ფასად შეიძინა მან 16430 ჰექტარზე გადაჭიმული 15 ობიექტისგან შემდგარი ჭიათური საბადო. კიდევ ერთხელ რომ ავხსნათ რა არის ამ ამბავში უკანონო. საქართველოს კანონმდებლობით, რომელიც 2006 წელს მოქმედებდა და რომელიც დღემდე მოქმედებს, სახელმწიფოს საწარმოს გაყიდვის უფლებამოსილება მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროს აქვს. ჭიათურის შემთხვევაში კი საწარმოს აქტივები გაიყიდა არა ეკონომიკის სამინისტროს მიერ, არამედ გარემოს დაცვის სამინისტროს ორგანიზებულ აუქციონზე. საქართველოს კანონმდებლობით ასეთ გადაწყვეტილებას, ასეთ აქტს არარა აქტი ეწოდება. არარა აქტი ისეთი აქტია, რომელსაც ძალა არ გააჩნია, რომელიც არ არაა მისი გამოცემის მომენტიდან, რომელიც არ იწვევს სამართლებრივ შედეგებს და რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს დაინტერესებული მხარის ან თავად ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნით. სააქციო საზოგადოება ჯორჯიან მანგანეზი, რომელმაც 9 მილიარდი ლარის ზარალი მიაყენა გარემოს და რომელმაც ისეთი შრომითი ურთიერთობები დაამკვიდრა, წელი არ გავა, რომ მაღაროელები არ გაიფიცოთ, არ არის ჭიათურის საწარმოს კანონიერი მესაკუთრე. ეს უნდა იცოდეთ და გახსოვდეს. ეს უნდა გვახსოვდეს იმიტომ, რომ არ დავკარგოთ ჩვენი საერთო სიმდიდრის უკან დაბრუნების იმედი.